ადამიანი და აუცილებელია თუ არა ყოველ კვირას ზიარებაო. როდესაც ესწრება წირვას ადამიანი. ხო, ამ კითხვას ბასილიდიც უსვამენ, აი დიდი ჟულის კანონში ეს შენახული ეს მისი კითხვა, მისი პასუხი ამ კითხვაზე. იმ პასუხში, ბასილიდის პასუხში იგრძნობა გაკვირვება, რომ ჩვენო მაგალითად კვირაში 4-ჯერ ვეზიარებითო. ბასილიდი 4-ჯერ წირავდა. 4 შაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. და ჩვენო 4-ჯერ ვეზიარებითო და ისე რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ, დღეში ერთხელ მეტი არა. მაგრამ მაგრამ როგორ არის იცით, როდესაც მცნებიდან გამომდინარეა კანონად შემოსული კვირაში ერთხელ ეს არის, აი აუცილებელი მინიმუმ. ეს იგივეა, რომ დღეში ერთხელ მაინც რომ უნდა დალიო წყალი. აი დაახლოებით რომ უნდა ჩაისუნთქო და ამოისუნთქო და აი დაახლოებით ამ რიგის აუცილებლობაა ეს, ოღონდ სულიერი თვალსაზრისით. და მაგრამ არსებობს კანონი ღანგრის კრების, რომ ესე იგი თუ ვინმე 3 კვირა არ ეზიარება, მე უნდა იყოს განკანონებული. ესე იგი რო არ ეზიარები, ამით ვინმეს კი არ აზარალებ, შენ თავს იზარალებ. ეს იგივეა წყალი არ დალიო, საკვები არ მიიღო, ჰაერი არ ჩაისუნთქო და ღმერთს არ ეზიარო. ამიტომ ეს რაღაცა ვალდებულება კი არ არის, ეს არის აი სულიერი თვალსაზრისით აი სუნთქვა. კეთილი.